მოგესალმებით, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. Ჩემი სურვილია რომ აი ყურადღება გავამახვილოთ კონკრეტულ საკითხებზე, კიდევ რა მიმართულებით უნდა გამოხატოს საზოგადოებამ ინტერესი, ხო? იგივე ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რა არის სწორი კითხვები ამ საკითხზე, იმიტომ რომ ერთი წლის შემდეგაც ადამიანებს აქვთ კონკრეტული ჩივილები, ჩვენ ხედავთ პოსტებს სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით და ეს ცხადია კიდევ აჩენს დამატებით კითხვებს ამა თუ იმ ქიმიური აგენტის გრძელვადიანი მოქმედების შედეგებთან დაკავშირებით, ხომ? აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად და ასევე საერთაშორისო გამოხმაურების თემასაც შევეხოთ. მოგესალმებით და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ და აქ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ რეალურად საქართველოს ხელისუფლება რომ არ მალავდეს ინფორმაციას და რომ არ იყოს ეს ნივთიერება, რომელიც გამოიყენეს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალიან მძიმე და პრობლემური ნივთიერება, ისინი გუშინაც და გუშინწინაც გვეტყოდნენ პირდაპირ ნივთიერება იქნა გამოყენებული. ხა ეს რაღაცა ყობახიძის ისტერიკა, რომ გამოძიება გვეტყვის რა ნივთიერება და არანაირ კამიტი არ გამოგვიყენებია, ცოტა სასაცილოა ერთი მარტივი მიზეზის გამო. როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს და ყველას მართავ და აკონტროლებ, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი ხარ, ვერ ავალებს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ გამოაქვეყნოს საჯაროდ ბრძანება, რომელშიც იქნება ჩამოთვლილი ის სპეცსაშუალებები და მათ შორის ნივთიერებები, რა ნივთიერებებს იყენებდნენ, ხო, დარბევებზე მოქალაქეების წინააღმდეგ, გამოდის რომ რაღაცა დასამალი გაქვს რა და ეს გამოძიება, რომელიც ახლა სუსა აქ წამოწყებული არის, სრულიად არ რაღაცა ფარსი ქვია მაგას და მეტი არაფერი. ამიტომ ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავუშვათ რამდენიმე კითხვა. ერთი, რატომ გვიმალავენ ამ ამბავს, თუ კი BBC ვთქვათ, არ ვიცი, ცდება ან რაღაცა ისეთ საკეთებს, რასაც საქართველოს მთავრობა გვეუბნება ხოლმე, ხო, რომ რაღაცა ეს არის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რასაც თვითონ ეწევიან როგორც წესი. თუ კი ამაშია მართლა საქმე, რა უდგას წინ სამისი რა ქვია, შესაძლებელი მინისტრის ბრძანების გამოქვეყნებას. ბრძანება არა აქვთ, ეგ კიდევ უარესი პრობლემაა, იმიტომ რომ მაშინ როგორ ახორციელებდნენ ამ ხელმოქმედებებს და როგორ არბევდნენ მოქალაქეებს, თუ კი ამას რაღაცა პროცესუალური ნორმების დაცვით მაინც არ აკეთებდნენ. ანუ ეგ კიდე სხვა ტიპის დარღვევას და სხვა ტიპის პრობლემებზე მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამიტომ ჩვენი მთავარი კითხვები, რომლებიც უნდა დავუსვათ, ეხება ერთის მხრივ ჩვენს ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ყველას გვაქვს უფლება ვიცოდეთ რითი მოგწამლეს და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო საზოგადოებას გავაგებინოთ და ზუსტად ამით ვარ დაკავებული, მათ შორის იმიგრანტული ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს და ქართველებს წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყანაში და პლატფორმა 25, რომელიც არის ესეთი მოძრაობა მზიას წევრი და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ დღეებში იყო და დღეს ანუ გუშინ წინ გავაგზავნეთ უკვე ერთი წერილი OPCW-ში, რომელიც პასუხისმგებელია მსგავსი ტიპის ქიმიური ინციდენტების გამოძიებაზე და რომელიც ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ მივმართავთ ინდივიდუალურად OPCW-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორები არიან, იმისთვის რომ მათ მოითხოვონ ესეთი ოფიციალური პროცედურის დაცვით საგამოძიებო მოქმედებების დაწყება, ანუ კვლევის დაწყება მინიმუმ, რომელსაც OPCW ხელმძღვანელობს, იმიტომ რომ ეხლა ბუნებრივია, რომ არავინ ამ ქვეყანაში კი არა, საქართველოში კი არა, არსად მსოფლიოში უკვე აღარ ენდობა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას თუ რა ვიცი ხელისუფლების მიმტაცებლებს და მათი გამოძიებების არავის არ ჯერა. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, რა სიძიებენ და მე რა შედეგებზე გადიან. ის მუხლებიც კი რითიც დაიწყეს გამოძიება, ხოლმე სასაცილოა ეხლა, რომ ერთის მხრივ იძიებენ თვითონ რა დააშავეს და მეორეს მხრივ უკვე ესე შეფასებული აქვს და ვითარება გამოდის და ამბობენ, რომ ჩვენ ვიცით, რომ არაფერი არ დაგვიშავებია, მაგრამ ამას მაინც გამოვიძიებთ და აი ვინც გვაბრალებს იმას წინააღმდეგ ცალკე გამოძიებას ვიწყებთ. ნუ ჯერ საკუთარი დანაშაული არ აქვს, ან დადგენილი მართლა ჩაიდინეს თუ არ ჩაიდინეს, მაგრამ აი აპრიორიციან იმის შედეგი რა იქნება. ამიტომ ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამინისტრო, მაგრამ ნუ ეხლა რაზე ვლაპარაკობთ საკითხი. ხო, აი დავით, მაგალითად ეს მტკიცება, რომელიც ჩვენ გვესმის არაერთი დღის განმავლობაში, რომ აკრძალული არაფერი გამოგვიყენებია, თუმცა კოდის უარყოფა არ მომხდარა, ხო ამ კოდის ქოლგის ქვეშ არსებული ნივთიერება ითქვა, რომ არის გამოყენებული და აი აქ სად აი ხელისუფლების პასუხისმგებლობა რაშია კონკრეტულად, აი ამის სწორად მოთხოვნა როგორ უნდა მოხდეს, ეს არის ჩემი ინტერესი, იმიტომ რომ არ ჩანს მათ განცხადებებში რაღაცა გრძელვადიან მოქმედებაზე თითქოს აი წუხილი ვთქვათ ამ შერევის შემთხვევაში რეალურად იყო თუ არა ეს რისკები გათვლილი ან ამ ყველაფერს დასაბუთება რაში მდგომარეობს ხო ამიტომ არის აი რა კონკრეტულად რა თემებზე უნდა მოხდეს სწორად ყურადღების გამახვილება იმიტომ რომ როგორ ჩანს ეხლა ცდილობები იქნება არაერთი და უკვე არის სახეზე რომ რაღაც სხვადასხვა საკითხზე იყოს ვთქვათ ყურადღება გადატანილი მაშინ როდესაც არავის
თავის მიუღია 1 წლის განმავლობაში პასუხი კითხვაზე რა ნივთიერება გამოიყენეს და ამის გრძელვადიანი მოქმედების შედეგი რა შეიძლება იყოს. ხო, ნახეთ, სიტყვებით გვეთამაშებიან და უნდათ რომ მოგვატყუონ ისე როგორც ამდენი ხნის განმავლობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გვატყუებენ. ანუ გვეუბნებიან რომ აი ეს სახელი ან კამიტის სახელწოდებით ნივთიერება არ გამოგვიყენებია. დიდი ბოდიში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხა კამიტის სახელწოდებით იყო ეს ნივთიერება შეძენილი თუ აი იმ კოდის ქვეშ არსებული რომელიმე სხვა ნივთიერება იყო გარდა დაშვებული წრომსადენი გაზებისა, რომელიც ასევე შესაძლოა ყოფილიყო კი იმ სახელწოდების ქვეშ, უბრალოდ დარწმუნებულია რომ ეგრო ეგრე იყოს, აქამდე დიდი ხნის წინ იქნებოდა გამოქვეყნებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი და რაც მთავარია, პრობლემა არ ექნებოდათ იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებსაც შეემოწმებინათ ნამდვილად ეგრეა იქ საქმე თუ არა. და თვითონვე მოითხოვდნენ გამოძიებას საერთაშორისო გამოძიების ჩამოსვლას, იმიტომ რომ OPCW-ს წევრი სახელმწიფო საქართველოს არის და იტყოდნენ რომ არა კაცო რა სულელია გვაბრალებთ. იმიტომ რომ ქიმიური ხო, სხვათა შორის ითქვა რომ ჩვენ მიმართავთ რაღაც სამი მიმართულება იყო დასახელებული, მაგრამ შედარებით თქვა ნაკლები ენთუზიაზმით ვიდრე მაგათ ხო ეკითხა სინამდვილეში. რო ჩვენო BBC-ს უჩივლებთ იმ დეზინფორმაციისთვის, თორე მაგაზე რეაგირებას იმ პროცედურის დაცვით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არაპირებენ. ნახეთ, ლეგალურად შეიძლება რაღაცა ნივთიერების ფლობის უფლება სახელმწიფოს ჰქონდეს. მეც საძგეთვით სახელმწიფო ან პოლიციას მაგალითად ლეგალურად უფლება აქვს, რომ საბრძოლო ვაზნები ჰქონდეს. იმიტომ რომ პოლიცია მისი საქმე არის ხანდახან შეიარაღებული რა ქვია, ბანდიტების და ყაჩაღების წინააღმდეგ ბრძოლა და მათ წინააღმდეგ შეუძლია ამის გამოყენება, მაგრამ მან მნიშვნელოვანი არის ეს ნივთიერება რაც სამოქალაქო პირების მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ გამოიყენეს. შეიძლება თუ არა იქნას გამოყენებული ასეთი ტიპის აქციების დასაშლელად. მასე ტანკები წავთ, რა ვიცი, ჯავშან ტექნიკა ყავთ და შეძლოთ ეგეც გამოიყენებინათ და თქვათ რომ ჩვენ არა კანონიერი არაფერი გამოგვიყენებია. კანონით ამის ფლობის უფლება გვაქვს, მაგრამ ფლობის უფლების მიღმა არსებობს კიდე რაღაცა სხვა სტანდარტები, რომელთაც დემოკრატიული საზოგადოებები მოქმედებენ, იმიტომ რომ მარტივად რომ თქვათ, აი მაგალითად წყალში გარევა ნებისმიერი ტიპის სპრეისა, იქნება ეს კამიტი და რაღაც სხვა ამოუცნობი ნივთიერება, რომელზეც ახლა ძიების პროცესი დაიწყო აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თუ იქნება ჩვეულებრივი ცრემსადენი გაზი, ეგრეთ წოდებული CS, რომ ეძახიან ამ CS-ის კატეგორიის გაზი, წყალში გარევა მისი არის უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ამბავი. მაშინ როცა შენ არავინ არ გერჩის, არავინ არაფერს არ შვება და კანონიერი დასაბუთება სჭირდება და ობიექტური ძიების შემთხვევაში ესეც უნდა იყოს წარმოდგენილი, კი და ის დღეები, როცა ისინი იწყებდნენ აქციის დარბევას, არავინ არაფერს არ აშავებდა, იდგნენ ადამიანები და კი ვიღაცა შეიძლება ჰაერში მარშხალას ისროდა, მაგრამ პოლიციელების წინააღმდეგ ძალა არავის არ გამოუყენებია და თვითონ თავიანთ სასამართლო პროცესებზევე ჩანდა, როცა რაღაცა სალფეთკის პოლიციელებამ დესროლისთვის ან პოლიციელებისთვის კი არა, ის სადღაც გადაგდებისთვის, როცა არავის არ ხვდება ეს რაღაცა ხელსახოცი და ქაღალდი, მაგისთვის ყავთ ხალხი დაჭერილი, ხო და იქ რომ მართლა რაღაცა შტურმს ქონოდა ადგილი, წარმომიდგენია რა კადრებს დადებდა სამთავრობო პროპაგანდა, ხო და ამასაც რო ვერასაბუთებდა ამ დროს, როცა უკიდურეს ზომაზე მიდიხარ და წყალში ურევ ეგეთ სპრეის, არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვეულებრივი ცრემსადენი გაზია თუ რამდენი უფრო მძიმე ამბავი, რაზეც BBC საუბრობს, აქ უკვე პრობლემა იკვეთება რა. გასაგებია. დავით, აი რა არის სიმართლის დადგენის რეალური გზა, იმიტომ რომ აი შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ ამაზე, ხელისუფლებამაც რაღაც შესაბამისი გზებით რაღაც აჩვენოს ინფორმატიულობა, ნაწილობრივ ამ საკითხზე სულ ითქვას რომ გამოძიება გეტყვით და ამასობაში რაღაც დრო გავა. რა არის ანუ ჭეშმარიტების დადგენის გზა და საჭიროა თუ არა ამისთვის, აი სწორედ ამ საერთაშორისო თქვათ მექანიზმების გამოყენებით ხელისუფლებასთან ისევ და ისევ თანამშრომლობა. აი ოცნებამ რომ თქვათ უარი თქვას რაღაც ფორმით ამაზე ან deep state-ზე ლაპარაკი გააგრძელოს ან არ ვიცი სხვადასხვა ძალებზე, უჩინარ ძალებზე პირობითად ახალზე დადგინდება თუ არა სიმართლე. და გაიგებს თუ არა ამას საზოგადოება. მე ვლაპარაკობ არსებული ხელისუფლების პირობებში, ხო, აი უახლოეს პერიოდზე. ეგ სერიოზული პრობლემაა და ანუ ნახეთ ძალიან საინტერესო რამ იკითხეთ იმ მხრივ რომ აი ოცნებამ რომ უარი თქვას რეალურად არსებობს ამის პრაქტიკა მსოფლიოში ჩვენ არავინ არ იფიქროს რომ რაღაცა ჩვენ ახლა ვინ საუბრობთ საერთაშორისო გამოძიებაზე ამაზე იმიტომ საუბრობთ რომ გვინდა რომ აღმოჩნდეს რომ ქართულმა ოცნებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ ამის სრული არავის არ გვაქვს ერთი მარტივი მიზეზი გამო ეს ვიცით რას ნიშნავს რა ანუ ამის შედეგით მით უმეტეს როდესაც ერთი წელი არ თქვი რა იყო ეს და ადამიანმა ჯანდაცვის უფლება ვერ გამოიყენა შესაბამისად
ჯერ ერთი ვიცით ადამიანებისთვის ინდივიდუალურად რას ნიშნავს ჯანმრთელობისთვის და მეორე ვიცით რას ნიშნავს იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის ხელისუფლებაც ქიმიური იარაღს იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეგ არის ასადის გზა და ასადმა როგორც დაამთავრა, ყველა მიცის, ხო, საბოლოო ჯამში. ასადი იყო ის ადამიანი, რომელმაც გამოიყენა ეს ქიმიური იარაღი, გაცლებთ რომ ძიმე, იმიტომ რომ ის მომენტალურად 15 წუთში სიკვდილს იწვევდა ადამიანებისას და ნუ კარგია რომ ამ ნივთიერებას არ დაგწამლა საქართველოს მთავრობამ, ეგ უკვე პროგრესია მაგ მხრივ როგორც ჩანს და მე მოხდა ეგეთი რამ, როცა OPCW-ს საგამოძიებო ჯგუფის შესვლა მოითხოვეს სირიაში და მან ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ერთი ეს არის რომ OPCW-ს თავისით შეუძლია გამოძიების დაწყება. დიახ, ამ გზებზე გითხარით, იმიტომ რომ ბევრი დრო აღარ რჩება. მოითხოვეს ქვეყანაში შემოსვლა და მან ქართული ოცნების მთავრობას აქვს გზა რომ თქვას რომ არა, არ გიშვებთ ქვეყანაში. რაც ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს რომ უკვე რაღაცას მალავ. ანუ OPCW არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და ნეიტრალური ორგანიზაცია, არ ვიცი, ეგ და ბირთვული იარაღის გაუწევა, ბირთვული ენერგიის მონიტორინგის ხო, ისა რა ქვია, სააგენტო, ორი უზარმაზარი სააგენტოა, რომელსაც ეინდობა ალბათ მსოფლიოში ყველა და ყველაფერი. და მოხდა ეგეთი რამ, წავიდნენ ეგეთი გზით. არსებობს მეორე გზა, როცა გაეროს შეუძლია პირდაპირ მოთხოვოს ქვეყანას რომ დაუშვი და ეგ თუ მოხდა, ეგ ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ სირიაშია ეგეთი რამ მომხდარი ყველაზე მძიმე ავტორიტარული დიქტატურული რეჟიმებში. დიახ. დიდი მადლობა დავით. დაგემშვიდობებით. დავით ძიძიშვილი საუბრობდა ბრიუსელიდან დღის ამბების პირდაპირ ეთერში.